სტუდიაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს ნაძალადევში შალვა მაისურაძეს მოგესალმებით ბატონ შალვა სტუმრობისთვის. მოდით დავიწყოთ როგორ მიდის საარჩევნო კამპანია თქვენთან რაიონში მშვიდად რაზე კეთდება აქცენტი როგორ მიდის ეს პროცესი ჯერ აქედან დავიწყოთ საუბარი. საარჩევნო კამპანია ჩვენთან რაიონში მიდის მშვიდ და წყნარ გარემოში ყოველდღიურად შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან როგორც საოფისე საშტაბე მდგომარეობაში ლოკაციის შემთხვევაში თუ პრობლემა და მოსახლეობის მხრიდან იქნა აღნიშნული საკითხი ადგილზე მივდივართ და ვაფიქსირებ და ვნახულობთ ლოკაციას რა პრობლემა აქვს, ვსწავლობთ ყველა დეტალს და ყველა საქმეს და საღამო საათებში გვაქვს დიდი შეხვედრები მოსახლეობასთან. ყოველდღიურად. მოდით ახლა დავიწყოთ უშუალოდ თქვენს რაიონზე საუბარი, რომ ნაძალადევის რაიონი საკმაოდ სპეციფიკური რაიონია იმ ხრივ, რომ განსხვავებულ რელიეფსია და უხინალიქის დროს ხშირად იქნება პრობლემები. აი რა სირთულეებია წინა პლანზე, მით უმეტეს მოსახლეობისგან რა საკითხები ისმის. მოგეხსენებათ ნაძალადევი ძველი უბანია, როგორც აღნიშნეთ, კომუნიკაციები, ანუ ძალიან ადრეა გაკეთებული. უხინალიქის შემთხვევაში მისი გამტანურანიანობა ნაკლები არის და პრობლემები აქედან იქნება. გამგეობა მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ თქვათ აღნიშნული საკითხები მოაგვაროს, უბრალოდ გვექნება კომუნიკაციებზე პრობლემა, რომელიც თქვათ ეკუთვნის კერძო კომპანიას. წინა დღეებში შეხვედრა გქონდა ჩვენი უბნის მაჟორიტარებს, ჩვენ 4 ყოლქათ ვართ დაყოფილები და გქონდა შეხვედრა და მივიღეთ დაპირება, რომ როგორი უბნების რთული უბნებიც არის, ვთქვათ, ჯავის მე-4, მე-5 შესახვევი, ილვორიძის, ქართლის ქუჩები, მათთან დაკავშირებით, რომ GVP, ვთქვათ, გამოყვება გამგეობას აღნიშნული გზების რეაბილიტაციის პერიოდში, ავარიულ შემთხვევაშიც და ვთქვათ, სრული კომუნიკაციების გამოცვლის პერიოდში, იმიტომ რომ გამგეობა და მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ აღნიშნული საკითხები მოაგვაროს, თუმცა კახა-კალაძის პრინციპი დაპირება რაც არის მოსახლეობაში, სადაც შევდივართ და აკეთებს მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურას, კომუნიკაციები სრულად უნდა იქნეს მოწესრიგებული და გამოცვლილი. იმიტომ რომ ზედაპირული გაკეთება იცით რომ ფუჭად გადაყრილი ხარჯი და საქმეა. კი ბატონო, დროც და ალბათ ენერგიას. კიდევ სხვა რა საკითხებია, რასაც მაგალითად მოსახლეობა გიზიარებთ, რადგან თქვენ ამბობთ რომ ყოველდღიური შეხვედრა გაქვთ დღის განმავლობაში რამდენჯერმეც ხვდებით მოსახლეობას. აქ არის სოციალური და ჯანმრთელობის მიმართ მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირებული პრობლემები. ეს საკითხები გვაქვს და არსებობს უკვე მუნიციპალიტეტები ახორციელებენ გამგეობას აქვს პროგრამები უფრო ინფორმაციის ალბათ ნაკლებობა აქვს მოსახლეობას და უფრო ჩვენი როლი ამაში ყველაზე მთავარია რომ მოსახლეობა სწორად ვაწვდით ინფორმაციას იმიტომ რომ მუნიციპალიტეტის პროგრამა რითაც ფინანსდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი სოციალური მდგომარეობა და ინფორმაცია ნაკლები აქვს ამაზე და ამ ყველაფერში კომპეტენციას უწევთ და შესაბამისად რეკომენდაციებს უწევთ გამგეობასთან. აი ჩვენ ახლა წინა სტუმართან საუბრობდით როგორ 4 ოქტომბერი როგორი შეიძლება ვიღაცისთვის ნებათა ღელვის საგანი იყოს ან 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დანარჩენ ოპოზიციას როგორი გეგმებია. აი თქვენთან კომუნიკაციის დროს მოქალაქეები როდესაც ხვდებიან ისინი აქტიურობენ რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას? როგორც მოგეხსენებათ, ანუ ფონი ისეთია და ისეთი გარემო არის ახლა მოსახლეობის მხრიდან, რომ ქართულ ოცნებას ალტერნატივა ამ მიმართულებით არ აქვს. ყველაზე ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი კახა-კალაძე, ქალაქის მერი, რომელიც გუშინდელმა ჩვენმა შეხვედრამაც ნათლად ყოს ყველაფერი და დაგვანახა, რომ როგორი ამორჩეველი ყავს ნაძალადევს, როგორი მხარდამჭერი ყავს ქართულ ოცნებას, როგორი განწყობა კანდიდატის მერის მიმართ და ასევე თითოეული იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ არჩევნებში იღებთ მონაწილეობას. კი ბატონო, აი დასასრულს მოდით კიდევ ერთხელ რა პრიორიტეტებით მოდიხართ საკრებულოში, აი მაყურებელი როცა გიყურებთ, განსაკუთრებით თქვენი უბნის ამომრჩეველი, თქვენი რაიონის ამომრჩეველი, რა შეგიძლიათ უთხრათ მათ, რა პრიორიტეტებით შედიხართ საკრებულოში? ნაძალადევი ნახალო ესე ვიტყვი არის უბანი სადაც დავიბადე გავიზარდე ჩემი შვილების ყველა იქ ცხოვრობთ ჩემი ოჯახიც იქ ცხოვრობს და ანუ
ისე მინდა ვიცხოვრო და ისე მინდა რომ ჩემი უბნის ხმა ვიყო და მივიტანო სწორად საკრებულოდან მერიაში თუნდაც საკრებულოში რომ მოსახლეობისთვის გაკეთებული საქმეები, იმიტომ ამის რეპუტაცია, ამის შესაძლებლობა და რესურსი ქართულ ოცნებას და კახა კალაძის გუნდს აქვს. რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს, იმიტომ რომ კეთდება სწორად მიდის საქმე და მინდა რომ კარგი ხმის მივტანე ვიყო, რომ ჩემო უბანმა ჩემო ხალხმა ეს დაინახოს და საბოლოო ჯამში დრო გავა შედეგები სწორად დადგეს. გასაგებია. დიდი მადლობა შალვა მაისურაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ასეთი იყო მოვლენათა ქრონიკა, გაიცანეთ ყველა სიახლეს მედი ნიუს ჯიზე.